საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო და დღეს სამუშაო გეგმა განიხილა. პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტში შექმნილი ჯგუფის მიზანი საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის იუნესკოს ნომინაციაზე წარდგენაა. დღეს დაიგეგმა, რომ შეიქმნება გადამღები ჯგუფი, რომელიც ნომინაციაზე წარსადგენად ფილმს მოამზადებს. მანამდე კი სამუშაო ჯგუფი იმ ოჯახების ნუსხას შეადგენს, რომლებიც ლუდს ტრადიციული მეთოდებით ხარშავენ. პარალელურად დაიგეგმა სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციების ჩატარება იმის აღსაწერად თუ სად რა ტრადიციაა შემორჩენილი. პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფი ყველა უწყებასთან კოორდინაციას გეგმავს და ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის სრული პაკეტი ექნება მომზადებული, ხოლო მომავალი წლის მარტში საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს ნომინაციაზე წარადგენს. ლუდთან მიმართებაშიც ფიქრობ, რომ ეს წამოწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. ოღონდ ამისთვის სათანადო მუშაობა გასაწევი, გარკვეული გამოცდილება ჩვენ გვაქვს ამ წინა ნომინაციებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს, კონკრეტულად ჩვენს კომიტეტს, სოფლის მეურნეობის კომიტეტს. შესაბამისად, ამ გამოცდილებით გავუყვებით ახლა სამუშაო პროცესს. ფიქრობ, რომ ჩვენ წლის ბოლოსთვის შეგვეძლება, რომ უკვე სრული პაკეტი გქონდეს. მომავალი წლის მარტიდან შეგვეძლება, რომ ეს დოკუმენტები გავაგზავნოთ. ოღონდ მანამდე აბსოლუტურად ყველაფერი უნდა სათანადოდ გქონდეს დასრულებული. აღიარებით იუნესკო იცავს თავად იმ თემის წარმომადგენლებს, რომლებიც პრაქტიკულად არიან ამ საქმეში ჩართული. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თემის სირთულიდან გამომდინარე, ვინაიდან რეალურად მთა უკვე დაცლილია და ეს ხალხი ძირითადად ბარშია ჩამოსული და სწორედ ამ დღეობებისთვის, ამ დღესასწაულებისთვის, ამ ემოციური დატვირთვით, იმ ისტორიული დატვირთვით, იმ იდენტობის გაცნობიერებით ადიან და აი ამ რიტუალებს აღასრულებენ, ეს რეალურად არის სწორედ უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არამატერიალური მემკვიდრეობის და რეალურად აქვს ამ ნომინაციას გამარჯვების და აღიარების საფუძველი. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი განსაკუთრებული მხარეა, როგორც 1000 მეტრის ზღვის დონიდან იმის ქვემოთ მე ვენახეობა ღვინის კულტურა, მთაში ცვლიდა ფაქტობრივად ზედაშეს ფარდი იყო ლუდი, ტრადიციული ლუდი, სახატოდ, საქორწილოდ და მიცვალებულის გასასვენებლად. ეს იყო რიტუალური სასმელი, ეს კომპონენტი აუცილებელია და ეს უნდა აისახოს სწორედ აი ახლა როცა გადაღება მოხდება დავინახავთ ჩვენ რომ მხოლოდ ამ დანიშნულებით დღესაც კი და სხვათა შორის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს კომპონენტი არის ერთ-ერთი მაკავშირებელი ბარში ჩამოსული მთიელების მთასთან, თავის მშობლიურ ხატთან და სოფელთან.